მოგესალმებით, მეგობრებო. ეს ანონიმური ფაქტებია. მოდი წარმოვიდგინოთ, რა მოხდება სამყაროში თუ ადამიანები მთლიანად გაანადგურებენ ცეცხლსასროლ იარაღს. ამ კითხვაზე პასუხისგაცემად სცადა BBC-ს სააგენტომ. 2018 წლის 24 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების ქუჩებში ფართომასშტაბიანი მიტინგი გაიმართა. მონაწილეები იარაღის შეძენა შენახვის უფლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ადამიანების ერთ ნაწილს იარაღის სამომხმარებლო ბრუნვიდან ამოღება დანაშაულის პრევენციის გზად ესახება. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ პირიქით ამან შეიძლება დანაშაულის სტიმულირება მოახდინოს. იარაღით მიყენებული ჭრილობებით სამყაროში ყოველწლიურად 1 მილიონ ადამიანზე მეტი იღუპება. განვითარებულ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდ დანაკარგს ამერიკის შეერთებული შტატები განიცდის, სადაც ადამიანები 300-დან 350 მილიონ ერთეულ ცეცხლსასროლ იარაღს ფლობენ. ზემოთ ხსენებულ ქვეყანაში იარაღის გამოყენებით მომხდარი მკვლელობების რაოდენობა 25-ჯერ აღემატება სხვა განვითარებული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ამ ქვეყანაში იარაღის ჭრილობებით დღეში 100 ადამიანზე მეტი იღუპება, ამბობს ჯეფრი სოუნსონი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი, რომელიც მიიჩნევს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვიდან ამოღება მრავალ სიცოცხლეს გადაარჩენს. საინტერესოა, რომ 2012-დან 2016 წლამდე იარაღის ჭრილობებით გარდაცვლილი 175,000 ადამიანიდან 60-ზე მეტმა თავი მოიკლა. ჩნდება კითხვა, შეამცირებს სუიციდის შემთხვევებს იარაღის ამოღება, თუ ადამიანები თვითმკვლელობის სხვა საშუალებებს გამონახავენ. იარაღის აკრძალვისა და სიკვდილიანობის შემცირების პირდაპირი პროპორციულობის კარგი მაგალითია ავსტრალია. 1996 წელს მარტინ ბრაიანტმა მუზეუმის დამთვალიერებლებს გაუხსნა ცეცხლი და 35 ადამიანი მოკლა, 23 კი დაჭრა. ქვეყნისთვის ეს ტრაგედია გახდა გარდამტეხი წერტილი და ახალი გამკაცრებული კანონმდებლობა ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში რამდენიმე დღეში შევიდა. ქვეყნის მთავრობამ მოსახლეობისგან იარაღის სამართლიან საბაზრო ფასად გამოისყიდა და გაანადგურა ის. ამ ნაბიჯით ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობა 30%-ით შემცირდა. შედეგად ცეცხლსასროლი იარაღით დაღუპვის საფრთხე ავსტრალიაში 50%-ზე მეტით შემცირდა და მომდევნო 22 წლის მანძილზე სტატისტიკა მუდმივად უმჯობესდება, ამბობს ფილიპ ალპერსი, სიდნეის ჯანმრთელობის დაცვის სკოლის პროფესორი. მეტიც, 80%-ით შემცირდა თვითმკვლელობების რაოდენობა. ადამიანები, რომლებსაც აღარ ჰქონდათ თავის მოკლის უმტკივნეულო, რომანტიზებული და სწრაფი მეთოდი, თავს აღარ იკლავდნენ. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ლეტალობის თვალსაზრისით ცეცხლსასროლი იარაღით ტერაქტებისა და თავდასხმების მხოლოდ 10% ხორციელდება, მაგრამ დანაშაულებრივი მკვლელობების 55%-ის სწორედ მასზე მოდის. მიუხედავად ამისა, არავის აქვს ილუზია, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გაქრობით სამყაროში ძალადობა გაქრება. მეორე მხრივ შეიძლება მკვლელობების რიცხვი ძალიან შემცირდეს. მით უმეტეს, რომ განვითარებულ ქვეყნებს იარაღის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული პოლიტიკა სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს ვერ შეუქმნის. დათვლილია, რომ ამერიკის ეკონომიკა იარაღის აკრძალვით წელიწადში 50 მილიარდ ამერიკულ დოლარს დაკარგავს. ეს კი ამ მასშტაბის ეკონომიკისთვის არც ისე დიდი რიცხვია. თანაც ნებისმიერი გარდაცვლილი ადამიანი ქვეყნისთვის გრძელვადიანი ეკონომიკური დანაკარგია. თუ ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვალებები შეწყდება, ამით ამერიკის ეკონომიკა მოიგებს წელიწადში 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს. ეს თანხა ზარალის დასაბალანსებლად საკმარისი არ არის, თუმცა იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმას კიდევ უფრო რეალურს ხდის. დღევანდელი ვიდეოც ამით დასრულდა. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. მე კი დროებით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.